ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლუში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილია 1 კილომეტრამდე შიდა გზის მოასფალტება, რომელიც ამავდროულად სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზის მონაკვეთსაც ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 300,000 ლარამდეა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივების მოთხოვნის გათვალისწინებით პირველად ხორციელდება. დღეს სოფელ ავლეებში დავათვალიერეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. პროექტი ფინანსდება რეგიონულ განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მთლიანად ეწყობა დაახლოებით 700 მეტრი გზა და პროექტის ღირებულება არის 300,000 ლარამდე. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე და აღნიშნული გზის დასრულების შემდგომ ჩვენ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება უფრო კომფორტებლად გადაადგილდნენ უკვე მოწესრიგებულ საგზაო ინფრასტრუქტურით. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელია, სადაც მოსახლეობა 200 კომზე მეტი ცხოვრობს. მუდმივად მაცხოვრებელი ცოტა ნაკლებია, სადღაც 120 კომლამდეა. მოსახლეობისთვის ძალიან სასურველი იყო, აქ არასდროს არ ყოფილა ამ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა. ეს არის ეკლესიის მისასვლელი და პლუს სასაფლაომდე მისასვლელი გზა არის, რომელიც ასფალტირება უკეთდება და მოსახლეობა დადებითად ხვდება ამ ყველაფერს.